ყოველი ხიმზე დადგომა და შენი ხალხის წინაშე თამაში იყო, რავი რა. ხო, რაღაცა მოტივაცია. ნაკრებში შენ როგორ თამაშობდი, იცი, აი თითქოს ვაფშე ბოლო დღე ქონდა ცხოვრების რა. აღარც ფეხბურთი აღარ მინდა, აღარც ღმერთი მეთქი. ჩემი თავის პერი ვიყავი რა. აი შენნაირად მართლა არავის არა აქ ნაკრებში ჯერჯერობით ნათამაშები რა. ჩვენ საყვარელი საქმე უნდა ვაკეთოთ რა. ერთი ფრაზით როგორ აღწერდი ვაფშე კარიერას. აი ალბათ ერთი ფრაზა. უეჭველი დავბრუნდები, ანუ აი 100%-ია. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით კიდევ ერთი ოქტო ეპიზოდიდან. სანამ გადავთ თვითონ ეპიზოდზე, ერთი პატარა თხოვნა გვექნება, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი YouTube-ზე და Spotify-ზე და არ დაგავიწყდეთ ზარის ღილაკის გააქტიურება, რათა არ გამოტოვოთ ჩვენი არც ერთი ოქტო ეპიზოდი. დღევანდელი ჩვენი სტუმარია უქრი ბარო დავითი გენაცვალ. ყველასათვის ცნობილი ფეხბურთელი ჩვენი თორნიკე ოქრიაშვილი და ძალიან საინტერესო ოქტო ეპიზოდი გელოდებათ, ნამდვილად, იმიტომ რომ დღეს შევეხებით ყველაფერს შენ წარსულ სიტყვაზე 10 წლის უკანდელ დაწყებული, რავი, აი ყველაფერს მინდა რომ ცოტა რაღაცებს რასაც გავიხსენებ, მოვედოთ ხოლმე რა და დარწმუნებული ვარ რომ დღეს ძალიან კარგი ეპიზოდი გამოგვივა. მადლობა მოწვევისთვის. გამიხარდა რომ გავიგე ჩემი ძმობილი იყო წამყვანი ერთ-ერთი და საინტერესო და სასაცილო კაი ისტორიებით შეუვეროთ. კი. დარწმუნებული ვარ მოგეწონებთ. მოკლედ, ჩვენი დღევანდელი პირველი კითხვა იქნება ესეთი, ორივესთან იქნება რა, რახან გუნდელები იყავით, დღეს პოდკასტის სივრცეში ხართ ორივე ერთად და როგორი შეგრძნება არის რაღაც ძალიან დიდი ხნის მერე ისევ ერთად ყოფნა. გოჩა და ხვიჩა მგონია რა ვიცი. გოჩა და ხვიჩა. მე უპასუხო თუ დავით. შენ დაიწყე და მე აი როგორც აღნიშნე ძალიან გამიხარდა მართლა. რამოდენიმე ხანი არ მინახავს თარგამა პირველ რიგში ვიტყოდი რომ ძალიან მომენატრე ძმაო. მეც ძალიან არა მარტო გუნდელები ვიყავით, ჩვენ გუნდელებზე ბევრად მეტი ვიყავით და ვართ. და ძალიან დიდ დრო გავატარეთ ერთად, როგორც ფეხბურთში, ასევე ფეხბურთს გარეთ და ძალიან გამიხარდა რომ გავიგე რომ დღეს აი ამ სტუდიაში ერთად ვიქნებოდით. მართლა ჩვენ აი როგორი ისა გვაქვს, იცი? აი უკანა ბექი, რომ აი ერთად უცხოვრობდით. ერთად გამოვიარეთ ყველაზე ესეთი საუკეთესო წლები რა, ანუ კარიერაში რაც იყო და თან ოჯახები თუ არ თნათესავე მე თოკოს ბავშვს ნათლია ვარ და ნუ აი რავი რა, ეხა აი ერთი 10 ეპიზოდი პოდკასტი არ გვეყოფ, მაგრამ რაღაც პატარ-პატარებს. ნუ ესეთი ძალიან ოჯახური ცხოვრება ესე იგი დღეს. ყველაზე საინტერესო ეგაა რა და არ არის ხშირად. თამით უმეტეს ფეხბურთში. მსგავსი რაღაცა არ ყოფილა რომ ფეხბურთელი იჯდეს. ეს ინგლისს მივეჩვიეთ. კი, აი მე ფერდინანდი ვარ და საქართველოშიც ჯიგარი ხარ დავით რომ ეხა მომეცი ეს мотивация რომ მეც ჩემი პოდკასტი გავაკეთო. უეჭველი, აბა რა და მე მოვალ შენთან. აუცილებლად. ან ერთად გავაკეთოთ. რატომაც. ძმებო, ერთად თამაშის დროს როცა ერთად თამაშობთ ფეხბურთს, რამე ისეთ საინტერესო ისტორიას ან პატარა კურიოზი შეიძლება გექნება ტონა და ერთ-ერთი რაღაცა გააძრეთ. $25,000-ით რო დავშტრაფეს. ანუ თან ჩვენი გუნდელის გამო ჩვენ არაფერში რუაში არ ვიყავ. აი ეგრე, ხო იცი, ჩვენ აი ამაზეც დავშტრაფეს. ამ ერთი წლის დაგვიანებულზეც დავშტრაფეს. არა ეს $25,000-ით რო დავშტრაფეს, ჯამში $50,000 გადავიხადეთ მე და თარგამო. ან დაბადების დღეს დაგვპატიჟა გუნდელმა ისე რომ თან გაფრთხილებული ყავდით. ჩვენ წვენას რომ ანუ არანაირი 11 საათის მერე და ასე შემდეგ და ეს რო ვიცოდით, დაბადების დღე გადავიხადეთ, ბუტკოს დაბადების დღე რო გახსოვს, დაბადების დღე იყო რაღაც 6 საათზე, საღამოს 6 საათზე დავიშალეთ 9 საათზე. ხო, ჩვენ გადავუხადეთ, ყოის დაბადების დღე. ჩვენ გადავუხადეთ მაგას ერთი 10 წლის დაბადების. და ეს პავლოვი ცოტა ეჭვიანი კაცი იყო რა, სადაც მივდიოდით, აგენტები ყავდა. მართლა გეუბნებით, აქირავებული ტიპები ყავდა.
რომ აი დონეცკში რაღაც ეგრევე SMS-ი მიდიოდა ტელეფონზე 11-ის მერე სადმე თუ გნახავდა რა. და ეგ მიკროფონით ხელში ვიდეოს მანაღებს მეორე დღეს ლაშანტე მიგაღწევს უბერა რა 25-ში საძის ლაშანტე კი არა დროზე დაეგდევ რა იყო რა ეგეთი რა მილიონები მაგალითად სტრაფები გადახდინა ხო ერთი საღამო ეგრე დაგვიშდა ო თიცი როგორ იყო ეხა ცოტა ეხა დასვენების დროს აი არავინ არ თქვას რომ აი ყველა რაღაცა სახში ზის და აქვია ეხა ისვენებ ფეხებს ასვენებს რა ცოტა გინდოდა ცოტა გასვლა იქთან ასაკიც ისეთი ქონდა რა არიციან ეხა მე და შე რომ და სამზარეულო ნახეთ შიგნით რა ხდება ჩვენ კიდე ანუ ქვეპატიებ ხო რა ანუ ისეთი რაღაცები ხდება მიგანდარე მაინც ვაფშე ხო რა უნც თუ არ დალებდა ქერი მუნდელი ისე ვერ თამაშობ წინა დღეს ანუ აი წეღა რომ მოგიყევი აი წარმოიდგინეთ რა არ გავ ჟორა აი წეღა რომ ახსენე კიდე რამდენი წელი ვითამაშეთ ხო ესეთ ფეხბურთელი იყო ერთი ფამინა დონეს შახტარში ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო ძალიან დიდი ფეხბურთი ითამაშა ისე მოხდა რომ თარგამ არ წამოვიდა მაგ თამაშზე და შემხვდა ფამინა რა იმაში თამაშის წინას ხო სპორებზე და ჩანთას ხსნის რა და მეთქი რა შვება თან ესე მიყურებს ამან არ გამიბაზროთ რა თან ეჭვის იმან ხო და თან შემომაპარა ოქრიკო ნუ რაღაცა მეთქი რავი არა რა პრობლემა არა და 8 ბოთლი პივა ამოიღო რობოტი ამოიღო ხო არ თავდებოდა აი არავის არ აძლევდა ის ხო ვერ მოგცემ თუ მინდა დადიო და იყიდეო შენითო რა ეს 8 არ დავლიო ხო ის ფოკუსნიკის ხუდიო არის შეში არ თავდებოდა მე იღებდა მე დაიდანაძრობს ხო 8 დალია მეორე დღეს გამოვიდა რა მყარი იყო მე დავრბოდი მაგისადა ოკრე ხო ნახეო მეტი რა გაიქეცი მაგას ეგ უარი გაიქეცი თამაშობდა აზე ხაიტო ხო ვერ ეშვებო და რასლაბონას ვერ აკეთებდა ხო ასიზავდა ეხა რა ხო მეთქი ფამი მეთქი დასიებული რატო ხარ თუმე აი თვალები ყო გახსოვს ეს აქ ქონდა ბალიშები ქონდა აი ერთი კიდე ისეთი საერთო კითხვა გვაქვს რა როგორ დაახასიათებდით ერთმანეთს როგორც ფეხბურთელებს ხასიათი ის ამბავი აი მე დავიწყე ხა ოქრის ჩემი და დაახასიათება არ უნდა იმიტომ რომ ყველამ კარგად იცის რა ფეხბურთი აქვს ნათამაშები როგორი იყო რანაირი იყო და აი ყველგან ვიტყვი აი შენთვისაც მაქვს ნათქვამი რა არა ეპიზოდში აი არანაკლები იყო კვარაზე აი მეტი თუ არა რა აი ერთადერთი ფეხბურთელი იყო აი ვაფშე კვარას ვისაც შევადრი რა ნიჭით ანუ ნიჭით იყო აი როგორი იცი აი ცვეჩქეუნები რომ აი შეიძლება 1-3 დღე არ ეძინა ანუ აი პროსტა არ ეძინა რა აი გამოვიდოდა და ანუ დარბოდა კი არა აი ვაფშე რას აკეთებდა იცი აი მეორე თამაში რო ყოფილიყო 1-2 საათში მეორესაც ითამაშებდა რა ანუ არ ვიცი შესაძლოა დვალიშვილი კარდიოტი იყო ბალიშვილი და ტექნიკა ანუ ნიჭი ხო ქონდა ნიჭათის და აუ ეხა საფეხბურთო IQ კიდევ ვაფშე სხვა იყო რა ბიჭო ეგ არის მომენტ ხო აი რაღაცა ნიჭი რო მოყვება ბავშვობიდან ცოტა დისციპლინის მხარე ნაკლებად გაქვს რა ანუ დისციპლინის მხარე იმდენად აი ჟორა იცი რა არის ჩვენ აი ეს 90-იანების კამანდა აი ძალიან ისეთ იმაში გავიზარდით რა მართლა ვიკინგებივით ვიყავით არც ვიცოდით როგორ რანაირად სწორედ თან აი დავითის შემდეგ კითხვაზე ეხა ცოტა გავცემ პასუხს რომ ძალიან ბევრი რაღაცა მოვიდა ერთდროულად რა ეს დაწყება იყო ცოტა რთული რა ანუ ძალიან ბევრი რაღაცა დამეცა ამ ცხოვრებაში და ეს პროფესიონალიზმი ცოტა გვერდზე გადაიწია თორე ძალიან პროფესიონალი ვიყავი რაღაც პერიოდი მაგრამ მე რაღაცეებმა გადაწონა ეს ყველაფერი და ხო რა მით უმეტეს ანუ აი ხო რა 3 დღე ხა ნუ 3 დღე ბევრია
მაგრამ ხო რაღაც დარღვევები ხო იყო რა და ანუ არ მიშლიდა ხელს მართლა ეხა უკეთესად რა თქმა უნდა ვითამაშებდი მაგრამ თემა ის არის რომ ანუ ეს ჯანი ანუ ამ ნიჭთან ერთად ეს ჯანი მქონდა რაღაც ასწაული რა და არ ვიღლებოდი ეხაც ეგრე ვარ 34 წლის ვარ და პირველ რიგში იმიტომ მინდა დაბრუნება ამ ფეხბურთში რომ არ ვიღლები და შემილია კიდე ფეხბურთის სამაში რა თორე აი ეხა მყარი რო ვიყო მართლა არ დავბრუნდებოდი ფეხბურთში რა და ხო რა მოდი დავითე დავახასიათებ მეც დავაი დავითთან თამაში იყო აი რავი ერთი სიამოვნება რაც მე და ამას გვაკეთებული უკრაინაში აი რავი რა დღეები დარწმუნებული ვარ ვახსოვარ ძალიან ბევრს იქ მარიუპოლის იმაზე შევდივარ ხოლმე რა და აი ძალიან ბევრჯერ შემხვედრია ჩვენი გვარი ანუ შენ არ შესულხარ იქ არა იმის მე მყავს ამტებული და რაღაცა ხო რა და მაგრად მიყვარს მით უმეტეს ამ ომის მერე მუსა და გამანდა მოკლედ მე აღეს მერე ვილაპარაკოთ დავითა იყო რა ვიცი აი ჯერ ვარჯიშზე მარტო აი ტიპებს ისე ტეხავდა მე ხო ვატყუებდი ხა რა თქმა უნდა მაგრამ თარგამა კისერში ტეხავდა ხოლმე ტიპებს გახსოვს აი ძალიან და ცკიპო მე უკვე მარიუპოლში ვიყავ შახტარიდან რომ გადმოვიდა დავითა და აი კაკრას ბიჭებიც იცოდნენ всё ჩემპიონები ვართ იყო ეგ პერიოდი დავიკარგეთ მე არა კაი სეზონები ქონდა მართლა კაი სეზონები ქონდა ჩაგდებული ანუ მე არ მახსოვს ჩაგდებული ან ჩვენი სეზონი საერთოდ რა ანუ ჩემ კარიერაში ხა რავი და კი დარღვევიც ვიყავი კი რაღაც ის მაგრამ ანუ არასდროს ამ სეზონი არ ჩაგვიგდია არასდროს რა შეიძლებოდა რაღაც ჰაი ლეველზე გვეთამაშა მაგრამ ხო არიან ხა ანუ ფეხბურთელები სეზონს აგდებენ არასდროს შეიძლება რაღაც ერთი თამაში ჩაგვიგდო და 10 მაგრად გვეთამაშა. ეს ერთი თამაში საპატიებელი არის. ხო, ეგეც მწვრთნელსაც არ ქონდა რა ის საბაბი, რომ აი ეთქვა რა, რომ აი რაღაცა ვერ თამაშობთ. და რაღაცა გამოასწორეთ. კაცი გულავდი და პახოვდო საქმეს აკეთებდით. იცი როგორ იყო? მოდი აი პირდაპირ გეტყვი რა. იყო ხოლმე რა თქმა უნდა ეს გულაობის პერიოდი, ოღონდ მარტო აი ხა ყველა ჩვენზე ნუ გამოიშვას ხელს, იმიტომ ჩვენს გარდა გუნჩი კიდე 30 კაცი იყო და იმ 28-მ რა დააშაო, ისინი ჩვენთან ერთად იყვნენ. და პროსტა ნუ ესე არ იმაშვება რა. მარტო ჩვენ გულავდები ხალხი ვართ და არც მალა, ანუ ხო ხტები რა, ანუ რა. ანუ ხო ანუ აი მაგა ძალიან დიდი როლი ითამაშა. თან მაშინ იცი როგორი პერიოდი იყო? მე და ოქრი მართლა მაგრა ვჩანდი თან საქართველოში რა, იმიტომ რომ სულ ჩვენზე იწერებოდა ხოლმე რა, იმიტომ რომ ძალიან კაი სეზონები გქონდა, კარგად ვიყავით, კარგად თამაშობდით. ხო, აი, ვიყავით. რა გადაგვარჩინეს. ხო და ის პონტი იყო, რომ ნაკრებშიც მაგრად თამაშობდით. კაი პერიოდები გქონდა. გუნჩი გოლი, ასისტი ყველა თამაშზე, საუკეთესო MVP ვიყავით ყველა თამაშზე. აი, ყველა თამაშზე კაი ამბები იყო რა. ყველა თამაში 90 წუთს თამაშობდით. ავი კი ძალიან და მე დაგშალეს მე სხვაგან გადავიდა ჩერნამორეთში გადავიდა ოდესაში მე დავრჩი იქ მე ტრენერთან ცოტა ამერია რაღაცები ნოქრი იქ წავიდა და მე შენ წახვედი ბელგიაში ხო მე ბელგიაში გავიყიდე 3 მილიონად ხო იქ ხო მე მოხიე შენ კი და 3 მილიონი მაშინ 3 მილიონი ხო ერთა სპინარ დაიდრე და ას კორპუსა აშენებდი და აი, მოდი მაშინ ესე რა, გაიხსენე რა შენი პირველი ნაბიჯები რაღაცეები. როგორ წავედით საქართველოსდან თუ საერთოდ? რა მაინც რა, აი შენი პატარაობა რა, სად დაიწყე რაღაცეები იქ ცოტა მივედი მოვიდა. დავიწყე ვაკეში, ირაოზე. ძალიან კაი იყო მამუკო ფანცულაიესთან, ცხონებულთან. ხო. რაც აი ძალიან მიჭირდა, ეხლა ნუ ვარკეთილში ვცხოვრობ, წარმოიდგინე. და ნუ ისეთი პერიოდი იყო, ეს სკოლას ხო მაშინ ხელს არ გიწყობდა თან, რა ეხლა სკოლა ფეხბურთელი ვარ, ეხლა ხო მეტნაკლებად ძალიან გადვილებული არის ეგ თემა, იმიტომ რომ ფეხბურთი არის დღეს ყველაფერი საქართველოში და ადრე ეხლა მასწავლებელთვის რო გეთქვა ფეხბურთზე მიდივარ, შენგან არაფერი არის, ფეხბურთი შენ უნდა ითამაშო შვილო, არა ხო ხტები რა ეგრევე ატაკაზე გადმოდიოდნენ ხოლმე და აი ბოლო გაკვეთილიდან ვიპარებოდით თუ არ გვიშვი ძირითადად არ მიშვებდნენ ხო მაშინ პერიოდი გამოპარებულიყავ და 170 ნომერზე უნდა დაჟენილიყავ დამშტა ხო რა
და ვარკეშიდან ვაკეშიც მოვეგრევი არე რავი. ძალიან ნაწვალები მაქვს. ძალიან კაი პერიოდი იყო, ყველაზე კაი პერიოდი იყო, იმიტომ რომ გუნდში მივედი თუ არა ლიდერი გავიჩნდე. ნუ ჩემი ძმაკაცი იყო ჯერ კაპიტანი, რა თქმა უნდა, მე მომცესე საკაპიტნე. ძალიან კაი იყო, მოკლედ ბავშვური ფეხბურთის ასაკი ძალიან კარგად მახსენდება რა. რა ნომერი იყო? მარშრუტკა 170. მასე პირად 150 იყო დიღმიდან ვარკეთილში რომ დავდიოდით. ხო რა 70 აი როგორ ვიყავით სიმძღოლთან? კი დღეს მან მქონდა მე ხვალ მოგცემდა რაღაც კაი ჩარჯი. აი ნაკრებში რომ ითამაში უჭველი იმას გაახსენდებოდი. ეს მე გამავდო. ცოცხალი თუ იქნებოდა ძალიან ძროსლი იყო. ძალიან ძროსლი იყო ეგ კაცი. მე ვეძებდი მაგას. აი ხო. ვეძებდი რონალდო ვეძებდი. მაგალითი ვაჭალა. ეგრე ვეძებდი 170 ნომერზე კაცი. მარშუტკა გეჩუქებინა. მარშუტკა რომ მეჩუქებინა შეიძლება და ვერ ვიყავ. ვიჯო, კაიდა. აი, კონკრეტული ისეთი მომენტი როდის იყო, აი როცა გაიაზრე რა, რომ იმენა პროფესიონალი ფეხბურთელი გახდებოდი. აი, ნახე კი ეხა ბავშვურის მომენტები ქონდა, რაღაცა დადიოდი, გევასებოდა, შენ საქმეს უმაღლესად აკეთებდი, მაგრამ აი ეს კონკრეტული რაღაც რომ აი იმენა აი აქ მე დავგლიჯავ რა. 21 წლამდე რო გამომიძახეს პირველად. მაშინ რამდენი სიყავ? 16 წლის ვიყავი. 16 წლის ისეთი ასაკია რომ მარტო შენ იქნებოდი 16 წლის ვიყავი, ხო, მარტო მე ვიყავი. თან, ნუ ნახსენები მაქვს ხა ბევრ პოდკასტში, ბევრი ვილაპარაკოთ ხა კიდე ამ თემაზე. არც 16 წლამდელებში მიძახენ, არც 17 წლამდელებში მიძახენ, არც 19 წლამდელებში და ეგრევე 21 წლამდეში გამომიძახეს. და აი მან თან ბევრი იმედგაცრუებები იყო, მანამდე 1 წელი ფეხბურთს აღარ ვთამაშობდი. 14-15 წლამდე აღარ ვთამაშობდი, 15-16 წლამდე თამაშობდი და მე ეგრევე 21 წლამდეში გამომიძახეს და აი მანდ იყო ეგ მომენტი, რომ აი პირველი თამაში ირლანდიასთან რო იყო. ნო, შეკლასე იქ. ამდენი ხალხის წინაშე, ხო, რა ეხა საქართველოს ჩემპიონატში ხო ისე 30 კაცი დადიოდა მაშინ მით უმეტეს და 27 შენია. 27 ხო, შენია. ზვაი მარტო ოჯახის წევრები, ძმაკაცები, მეგობრები, შეყვარებული. ერთი აკეთის და მეორე იქეთ. ძალკეროზი. და ეგ პერიოდი იყო ხო და აი 21 წლებში და აი ზუსტად აი ეგ მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში რომ აი ამ შანს ხელიდან არ გავუშვებთქო რა. და მაგის მერე წავიდა ყველაფერი კარგად. ხო, სხვათა შორის მახსოვს ეგ პერიოდი რა. მაშინ გაბელია იყო ხო ტრენერი? კი, გაბელია იყო ტრენერი და საურსვანაცი. ხო. და ძალიან დიდი შანსი მომცეს მართლა. ნუ გაუმართლე რა ტრენერი შანსს რო გაძლევს და გაუმართლებს, მადლობა აღარ უნდა უთხრა. არა, ხო, იასნი. თან ახლა შენ 16 წლის იყავი რა. ხო, თან ისეთი ის იყო რა, უკვე ჯანორო იყო ახლა 21 წლამდეში და რაღაც ზვიოდნი ვარსკვლავები იყვნენ რა და მე ისეთი ვიჭი მივედი ვაფშე ვინ ანუ არავინ არ მიცნობდა რა თარგამ საერთოდ ავტობუსში მარტო ვიჯექი და არავინ არ მიცნობდა ვაფშე არც უმაღლესი ქონდა თამაშები რამოდენიმე თამაში და ვარჯიში იყო და ვარჯიშის მე ორი ვარჯიში ვივარჯიში და ეგრევე თამაში იყო რა და აი სასწავს ნაღდათ არ ველოდებოდი მაგრამ ისე მაგრად ვივარჯიში ის ორი ვარჯიში ნუ დაგლი აი სასწაულად იქნა ვათრიე რა და მაგრამ მაინც არ ველოდებოდი ეხა რა ანუ აი რაღაც წარმოუდგენელი იყო სასწავ და რო გავიგე რომ სასწავში თამაშობდი საოთახში შევედი რა ყველა ლოცვა თქვი რაც ვიცოდი აი ყველა ლოცვა თქვი ვაფშე რაც გამა ყველაფერი ვახსენე საერთოდ მეთქი ღმერთო დღეს მათამაშე კარგად და აუ ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავ მაგ თამაშში და მაგის მერე ნაკრებში თამაში აღარ ჩამიგდია რა მე ეგრე ხო არა მაგასაც კიდე ცალკე აი და კაკას მაგაზე მოაყოლე ოღონდ შენი გადმოსახედიდან რა იქ სიტყვაზე პრეს არას წერდა ვიღაც არას იძახდა ეგ აი ლიჩნად შენგან აი შენი კარიერის განმავლობაში ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი პერიოდი რომელი იყო მნიშვნელოვანი პერიოდი ჩემ კარიერაში ესე ვიტყვი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი და ვერ გამოვიყენე რა იყო ბელგიაში იმიტომ რომ ბელგიიდან მე შემეძლო აი ძალიან დიდ გუნდში მოხვედრილიყავი და
დიდი ფეხბურთი მეთამაშა, ვიდრე რაც მაშინ წლის იყავი? 26 ხო? 26-25. აი, თან ყველაზე ისეთი იმენა პიკის ასაკი. ხო, რა მან 1-2 წელი სასწაული სეზონი და გრანჩი ჩდები უეჭველი, იმიტომ რომ თუნდაც აი ესეთი ისტორია არის, ტროსარდი ხა არსენალში რო თამაშობს. ჩემი მე რო გუნდში მივედი, გაუშვეს გუნდიდან. გაანათხოვრეს გუნდიდან, რომ ვერ ითამაშებდა. ანუ მე ვთამაშობდი და ეგ ზამენაზე იჯდა და ზამენაზე ჯდომა არ უნდა და გაანათხოვრეს სხვა გუნდში. აი ხო არსენალში. მე დააბრუნეს ეგ ფეხბურთელი და მე 2 წუთი მცვლიდა ხოლმე რა მაქსიმუმ. რა მე რო ვიღლებოდი, მე შემოდიოდა ტროსარდი და გაიყიდა არსენალში რაღაც რამოდენიმე მილიონი. დიდი იყო ეგეთი ფეხბურთელი, რომელიც მე დამყავდა ვარჯიშზე, აფრიკიდან ჩამოიყვანეს. სათვალე ახლა მაგას ვიხსენებთ, იმდენიც მე და ჩემი ძმა. სათვალეები ვაჩუქე რა, $500 სათვალე მეკეთა მოკლე და ძალიან მოეწონა თამაშზე მიდიოდი. მაგისთვის ეს $500 სათვალე იყო ნიგერიიდან ახალი ჩამოსული, ძმა წყალიც ახალიდან. წყალი 500 იყო ხო, არის ცოტა საერთოდ. და ეს სათვალეო, რაღაც მოვიხსენი ვაჩუქე და თან მოთხარი, აი მე თან ბავშვი ვიყავი, ხა ეს $500 იყის ხო და გადაირია. გაიყიდა 40 მილიონად ეგეც. არჩი მე ამწყარი ეგზატვალი გააბრუნე ბიჭო. ჩემი სამეურნეობა დაურეკე 2 მილიონი დაამატე. დაურეკე ხა გაახსენე. ეთკი არა. კიდე მილინკოვიჩ საუვიჩიც მაო ო საუვიჩი ვაფშე ეგეც დიდი ფეხბურთელი შემოდიოდა ხოლმე ეგეც 150 მილიონი ფასი აგიხა საუდის არაბეთში. მოკლედ ძალიან ბევრი ისეთი თან ოქრი იყო გენკი რა, ერთ-ერთი ყველა საუკეთესო გუნდი იყო ბელგიაში მაშინ რა. პრეზიდენტი მადლობებს მიხვდიდა თავი და ყოველი თამაშს მე შევინ ჩამოგიყვანეო. მასაჟისტი 50 წელი იყო, წარმოიდგინე გუნდში. 50 წელიც, აი როგორ აკეთებდა, იცი ბოლოს უკვე მასაჟს. თან გზაში რო ეძინებოდა. აგდა მიგერყა რომ აგძელე და რა. დააზროსლი იყო რა. და აი რა დებრუინე და რა სასტავმა გამოიარა ეხა გენკში და აი ეს მასაჟისტი მომდა შენაერი ფეხბურთელიო ტრანსფერი არ გაკეთებულაო საერთოდ პირველი 6 თვე მერე არევედი და მერე ცოტა ის რაღაცებს რა ძალიან გული მწყდება რაღაცებს მაგრამ არაფერს არ უნდა ნაფხსანებელი რა არის ხო ნუ ჩაიარა იმ პერიოდმა რა ხო დაიბრუნე ხო რა არა ყველა ეს იყო ისეთი ტრამპლინი რაც უნდა გამომეყენებინა მაგრამ მან ვინც იყენებს აი მაგას აი ბელგია არის ერთი კიბე არის რა მართლა იქ ითამაშე იმიტომ რომ ეგრევე ინგლისში მიდიხარ ეგრევე ინგლისში მიდიხარ ეგრევე ანუ აი როგორი პონტია იცი აი ტრამპლინი აი სეზონი ჩაატარე და აი ისეთ გუნდში კი არ მიდიხარ აი რაღაცა ჰოლანდიამ წაგიყვანოს და იმან აი ინგლისის გუნდს მიყავ ხარ ოღონდ აი ტრანსფერში იხდიან ალბათ მინიმუმ 1.50 მიკი 40 ხო ყიდულობენ თან აი ეს ბელგიის თვითონ ეს ტრანსფერებს მაგას შეულობენ ფულს ჩამოყავთ იამაიკა ნიგერია ეს საქართველოდან ვერ ყიდიან ბელგიაში გასწავლები ვიყავით ვერავინ აი ეს ვერ ჭაყვე ვერც ქვილითა ვერც მე ვერც ზარანდა ხო ვერავინ ხო რა ეგეც რაღაც მოდი იმას დავაბრალოთ ბელგიის ჰაერს დავაბრალოთ თქვენი ბრალი არ ყოფილა ბიჭო აი ესე რომ გადახედო ხა შენ იმას კარიერას ერთი ფრაზით როგორ აღწერდი ვაფშე კარიერას აი ერთი ფრაზა ვაიმე ერთით ესე ჰა ბაზარი არა ყველაზე მეტად რომელმა ქვეყანამ და ზოგადად შენმა კლუბმა დატოვა ისეთი აი ენერგია რა ესე რო გითხრა რა ჩემში დადებითი თუ არ ყო არა დადებითი აი სადაც ყველაზე მაგრა გამახსოვრდება და აი თვლი რომ იმენა პიკზე იყავი რა ქეძბასთან ანართოსში. ხო, აი ვიცოდი რომ უჭველი მაგას მეტყობდი. კი, ქეძბასთან ანართოსში საუკეთესო ორი სეზონი ჩავატარე ჩემს კარიერაში ალბათ. მართლა, თამაში არ მქონდა ჩაგდებული. არც ერთი, არც გამაზული მგონი, ყველა თამაშთან თამაშები მქონდა. პლუს
რაღაც 13 გოლი გავიტან, 13 გოლი არც ერთ იმაში არ მქონდა გატანილი, არც ერთ სეზონში. ხო, მაგრაყარე. პლუს 100-იც მოვიგეთ, ნუ იქაც ჩემპიონების ხდებოდით პირველ იმაში, მაგრამ რაღაც კოვიდის გამო საერთოდ ჩემპიონი არ და 8 თვე წაგებული არ მქონდა, წარმოვიდგინე, ერთი წელი 10 თვე მიდის იქ სეზონი და 8 თვე არ მქონდა წაგებული გუნდ საერთოდ. ხო, რა ქეცბას გამოვარჩევდი რა, იმიტომ რომ ქეცბასთან მაინც დარღვევა არარეალური იყო. მაგრამ არა, რეალური იყო, მაგრამ იმ ხელაპატივისცემა მქონდა ქეცბას მიმართ, რომ არ ვარღვევდი ხოლმე, ასე რომ ვთქვა და მთელი გული და სულით მემზადებოდი და მოდი, ქეცბას ანართოსისი თან ერთადერთი სამაქტიტული მაქვს და რა თქმა უნდა, ქეცბასთან მაშინ თასი მოიგეთ, ხო? თასი მოვიგეთ, კი, კოკა-კოლის. Fox Kids ტურნირი მაქვს მოგებული. ანუ გადაყიდავ აი ის ტურნირი, საიდან გააცრეთ? საიდან გააცრეთ? ხო, ახლა ეს კარგად გამოვიყურები, თორე ბებერი ვარ. როსლი ვარ. ხო, არა, ვიცოდი რომ უეჭველი ანართოსის სიტყოდი, იმიტომ რომ მართლა რა გოლებს ყრიდი მანდ ეხა აი მაგარი სეზონი ქონდა. აი ეგ სეზონი რომ შენ ქონოდა გენგში, ჩათვალე რომ აი რაღაცა ეგ იყო ბელგიის მე. არა, ეგ იყო ბელგიის. ბელგიის მე კრასნოდარი იყო ეს მაგრატელები თუ რო გატანილი მაქვს თუ იცი. ეგ იყო იქაც იქ უბრალოდ 4 ოპერაცია გავიკეთე იქ. შენ ცუდად აგემთხარ ჯვარედინე. ხო, ორივე ჯვარედინი, მე კისტები გამიჩნდა, მე მენისკი, წელიწად ნახევარში გავიკეთე 4 ოპერაცია. ხო. რავის ამბავი გაქვს? გაწუხებს ამეთ რავის ამბავი? ეხლა აღარაფერი. ნუ ბოლოს გაგრაში რო ვიყავი 10 სანტიმეტრი გავიწყვიტე უკანაკუნით და არა ტრავმები ძალიან ბევრი მქონდა, ანუ აი ყველაფერთან ანუ 26 წლამდე, არა 26 წლამდე არა მოიცადე. აი რამდენი წელს ვიყავი კრასნოდარში რო გადმოვედი 28-ის ალბათ ან 27-ის. ო, სადღაც ეგრე რა. და 27 წლამდე აი არასდროს ტრავმა არ მქონდა მიღებული. და ერთი ჩვენი მეგობარი არის არ ვახსენებ სახელმწიფოს, ფეხბურთელი არის, ტრავმა მიიღო, ფეხბურთს თამაშს უყურებდი რა. ჯვარედინი გაიწყვიტა. და აი შენ თავს ვიცავარ, პროსტა რატო თქვი, აი არ ვიცი. რა კაია, რომ მეთქი მე ტრავმები არ მემართება მეთქი რა. და მეორე თუ მესამე თამაშზე ჯვარედინი გავიწყვიტე მე. მანამდე აი არც კი მიფიქრია არასდროს ტრავმა რა იყო, არ ვიცოდი. ანუ ფეხბურთელები ისე აი ჩვენი გუნდელები ისე მოდიოდნენ, რომ ეს ტრავმები ძალიან ბევრი ქონდა. მე ანუ არასდროს რა და ვერც ხვდებოდი რამხელა პრობლემა არის, ანუ სხვა შენ თავზე სანამ არ გამოსცი, ვერც კი ხვდები, ანუ რამხელა პრობლემა არის სპორტსმენისთვის საერთოდ ტრავმა, ფსიქოლოგიური პირველ რიგში და პლუს ძალიან დიდი ხანი გიქცდება. ხო რა. ხო, შენი ტრავმა მე ვაფშე არ მახსოვს რა. არა, სადაც დროს საერთოდ აი არასდროს. და ის ერთი რა დამემართა. დაუბრუნდი თუ არა 6-5 თვის მერე. პირველივე თამაშზე გოლი გავიტანე და მეორე თამაშზე მეორე ჯვარედინი გავიწყვიტე. 6 თვე კიდე ეს რეაბილიტაცია, ოპერაციები დაუბრუნდი კისტა გამიშთა. წავედი კიდე გერმანიაში, იმენა როგორ ვიყავი ექიმთან, იცი? რა ნისიაზე ვიყავი ბოლოს ჩასულიში. მე 3 დაფინანსებით, მე 4 ნისი ნახარ. 3 პლუს 1-ზე ვიყავი ჩასულიში. ხო, ძალიან კურიოზული. შენი აზრით, შენი თვალით დანახული რა განსხვავება არის ქართულ და სიტყვაზე ევროპულ ფეხბურთს შორის? მომენტ ჩვენთვისაც რა. აი ოქრე მთხოვს. აი, ანუ განსხვავება მოდი პირველ რიგში და რაც ყველაზე მთავარია, მენტალობა არის ყველაზე მთავარი. ანუ აი განსხვავება მენტალურად ძალიან წინ არიან. შენი ანუ ხო რა. სპორტსმენები არიან. მაგრამ ეს მენტალობაც მესმის, ეს სპორტსმენობაც იმათი მესმის, იმიტომ რომ ანუ საქართველოში იმხელა გასაქანი არ არის როგორც იქ. თან დაფასებაც მაპატია გასაქანი არ დაფასება. აქ აკრას ის თემა არის რომ აქ რო ითამაშებ, აქედან შანსი, აქ იმისთვის თამაშობ რომ აქედან წახვიდე. და უცხოეთში იმისთვის თამაშობ რომ თავის ქვეყნის კლუბში ითამაშან, იმიტომ რომ დაფასებულებიც არიან, ანუ ანაზღაურებაც აქვთ
კარგი პირობები აქვს ხო რა, ანუ ფეხბურთელად გრძნობენ თავს. რაც საქართველოში, ანუ ჩემი აზრით ძალიან ჭირს არ მინდა ეხა ვიღაცას ეწყინოს. არა, რეალურად რო შეხედო ხო სიმართლე ძალიან მინდა რომ ეს გამოსწორდეს რა, ანუ იმიტომ კი არ ვიძახი რომ ანუ მე ვიღაცაზე ან უკეთესად რამეს გავაკეთებდი, არა, უბრალოდ თემა ის არის რომ მართლა აი მართლა ძალიან სუდი სიტუაცია არის ეხა ანუ გასახდელში რომ შევდიოდი ხოლმე ხა საქართველოში რომ ჰოთ-დოგის აქციები იცოდნენ ბიჭები ხო კი აი აღაზე მაგრამ ყველაზე აი კიდე გულდასაწყვეტი რა არის იცი აი ეგ იყო ჩვენს ბავშვობაში ხო 15 წლის უკან ანუ აი დიდად არაფერი არ არის შეცვლილი რა მოდი რა იყო ეგ პონტი რომ დინამოში რომ მოხდებოდა ფეხბურთელი XP-ატი პიცოტის მაქსიმუმ პიცოტის თემა იყო და всё მე ფუჭდებოდა რა ეგ მაგრად მახსოვს იმენე ეგ გავაზრებული იმენო ანუ აი ეგ გავფუჭდი მეც რა ანუ უყურე აი არავინ არაფერს არ გვასწავლიდა ყველაფერი ეხა მე და შენ ვისწავლეთ მე აი ჩემით ვისწავლეთ ხო შენ თავზე გამოცდილები აი ყველაფერი ვისწავლეთ ჩემი თავზე რაც განვიცადე ანუ ეს ცუდია და ცუდი რატო იყო არ ვიცოდი ხო ამისნა პროსტა ცუდია ეს კარგია ეს ცუდია ეს კარგია всё ანუ მეტი არაფერი არ ვიცოდით ეხა ანუ ძალიან განვითარდნენ ეხა ძალიან გაუმართლა ამ ახალგაზრდობას ძალიან დიდი ინფორმაცია მართლა ზღვისიქეთ რა იყო არ ვიცოდით მაგრამ თვითფრინავში პირველად რო ჩავჯექი რამის იმაში გავძვერი ხო იცი ჩანთა რომ უნდა დადო და რომ უნდა გაი ამით მე შევედი ხო არ ვიცოდი ძმაო გასვლა შენგენით და ანუ ჩაკეტილები ვიყავით იმენა ო იყო ეს ჩრდილოეთ კორეა ვიყავით არაფერი არ ვიცოდით და მე იძახია რომ მე ანუ დღეს იცი რას მივხვდი რომ დამნაშავე რა ადრე ჩემ თავს ვადანაშაულებდი რომ ანუ რატო არ გაუძელი ამას რატო არის აი რატო ანუ მართლა ხვდები რომ რაღაცის მსხვერპლი ვიყავი არ ვიცოდი და ხო რა რაღაცებს უკეთესად გამეკეთებინა შეიძლებოდა მაგრამ ნუ რაც იყო ეს არის რა და მართლა არ ვიცოდით მაგრამ აი ეგ არის რო იძახი ხა პიცოტის იქეთ მაგამდე ხა მაგა დინამოში იმიტომ უნდა თამაშის მაგრამ რომ რომელიღაცა ფეხბურთელს ხა მაგ პიცოტი ყავდა და ისიც всё რა იმის იქეთ პიცოტის იქეთ რა იყო არ ვიცოდი ხო ხვდები აი მართლა ეგ სიტუაცია ანუ არავის არ ყავდა პიცოტის იქით რა იყო ანუ არავინ არ მისულა იქეთ რა და ანუ არა რამოდენიმე კი მივიდა მაგრამ ხო აი დუტი პიცოტი იყო აი ბოლო გაჩერება რა კი ხო XP-ატი იყო უკვე აი XP-ატი უკვე ზედაეშეხული ხო რა ეგ უკვე ბადრი პატარკაც შვილის შვილი უნდა მოგვანაცვლოს იყავი რაღაცა ძალიან შინაური ვიღაც ხო ნუ ეგეც არის მართლა სწორი ინფორმაცია რო არ გაქვს რა და აი ეხა ჩვენც ალბათ ეგრევე დინამოშიც რო აი მაგ პერიოდში მოგწევდა ნუ ჩვეულებრივი ხო პონტი იქნებოდა ზუსტად იგივეს ვიზავდი მეც რა დუტი პიცოტი ემი გვეყოლებოდა პროსტა ჩვენ ანუ ემი გვეყოლებოდა პროსტა ჩვენ რა ანუ მართლა აი თუნდაც ეს ანუ ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ რა ესე არ არის რომ აი ცოტა სხვისი თვალიდან ძალიან ისე ჩანს რა აი როგორი მარტივია იცი ყველაფერი აი ამას ხა მეტი რა სიზავდა აბა რა აი მეც ბევრჯერ მიფიქრია სხვაზე და აი სანამ ჩემი ანუ დილემის წინაშე არ დავდექი და აი ჩემ თავზე არ გამოვცადე ყველაფერი ხო იცი როგორ არის მე რა მოდი რა ჯერ შენ თვითონ განიცადე და მე თქვი იმაზე რა ისეთი დიდები ვართ რომ მაგას მივხვდით მაგრამ რატო ვერ ხვდება ეს ხალხი ცოტა ანუ რატო ვერ გავიზარდეთ რა ეს მენტალურად ძალიან ვერ გავიზარდეთ აი სხვა ჯერ ანუ ხო შენ თავს როგორც კი აყენებ იმის ადგილას აი უბრალოდ როგორც კი დააყენებ და მერე დაიწყებ განკითხვას აი მერე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება იმიტომ რომ ხო რა როგორც სხვისკენ ხელის გაშვერა ძალიან ადვილი არის. მით უმეტეს ყველაზე ადვილია, რა ყველაზე მარტივი რაღაცა არის. და ხო, რაც მე იცი რაც დამაკავშირებ მაგას, ანუ რასაც შენ თავში არ მოგწონს, აი ეგეთი ადამიანები ზუსტად რა, რაც შენ თავში არ მოგწონს, კი, სხვაში ხედავ მაგას, ხო და იმას ისე ვაფშე მაგარი ფსიქოლოგიური ხრიკია რა ზოგადად რა თან ეგრეა აი
რაზეც სხვაზე ბრაზდები შენ თავში არის ხო ხედავ მაგას ხო და მე სხვაზე იმაშვები რა და იმაში არ მოგწონს და იცნახი და განიკითხავ და განიხილავ და როგორია ეს ახე იმან დაიწია შენ უარესი იგეთი ხო სამწუხაროდ აი ჯოქრი ნაკრებშიც უნდა კითხო ეხლა რატო იცი მენა ყველაზე მაგარი თამაშები მაინც აი ვინც არ უნდა თქვას ჩემ თვალში ყველაზე მენა პელე თამაშები ნაკრებში გაქვს ჩადარებული. აი შენნაირად მართლა არავის არ აქვს ნაკრებში ჯერჯერობით ნათამაშები რა. და ეგ პერიოდი მინდა რომ გაიხსენო ვაფშე აი როგორ გახსოვს. იმიტომ რომ ეხლა ნაკრებში შენ როგორ თამაშობდი იცი აი თითქოს ვაფშე ბოლო დღე ქონდა ცხოვრების რა. აი რაღაცნაირი ტიპი ჩთებოდი ხოლმე რა. აი ნაკრები ჩემთვის იყო აი ზუსტად წეღარაც გითხარი რა ის 21 წლამდე პირველად გამომიძახეს თქო. ჩემი ოცნება საერთოდ აი ფეხბურთაც ხო აქვს ოცნება რომ ითამაშოს რავი რეალ მადრიდში მილანში აი მოკლედ რა ჩემ ბავშვობაში ჩემი ოცნება იყო აი ნაკრებში რომ ეთამაშა რა აი და ეს ბევრი იმედგაცრუებასაც შევეხე რომ არ მიძახებდნენ და აი უფრო აი ხო ხდები რა ანუ უფრო და უფრო მინდოდა რა ეს ნაკრებში თამაში და მაგიტო არ მაქვს არც ერთი თამაში აი მართლა ეხა ჩემ თავზეც ნუ ცუდია ეს ლაპარაკი მაგრამ არა ნუ სიმართლეა ხო 50 თამაში მაქვს ეროვნულ ნაკრებში 21 წლამდეში 19 წლამდეშიც ერთი 80 თამაშამდე ალბათ მაქვს ერთად რო ავიღოთ და აი მართლა გეუბნები ერთი თამაში არ მახსენდება რომელიც აი ხო რა ანუ შეიძლება გოლი არ გამეტანა შეიძლება ანასტი არ მიმეც მაგრამ ჩაგდებული მართლა არა აი ჩემი ბავშვი იზრდება ბავშვები და აი სულ მაგას მეუბნები რომ მეთქი აი ეს გაიგებთ მეთქი რა არის საერთოდ ნაკრები ჰიმნზეროდ გახარ ეხა თარგამ შენს საამშვენიეროდ ერთი და იგივე ემოცია არის ყოველი თამაშის ჰიმნზეროდ გახარ აი ხო არის პირველი ჰიმნი განსხვავებული უნდა იყოს რაღაც ხალხის წინაშე აი ყოველი ჰიმნზე დადგომა და შენი ხალხის წინაშე თამაში იყო ავი რა ხო მაგას мотивация სხვა мотивация ომისნაირი мотивация ხო ისი აი მენა ომში რომ მიდიხარ რაღაც გადაარჩინო ქართველები ქართული აი ეგრე გავდიოდი ხოლმე და გავდიოდით იმიტომ რომ ძალიან ბევრი თამაში ვითამაშეთ მე და თარგამა ოდეს შორის კეცმაც მინდა ვახსენო რა იმიტომ რომ აი ალბათ ჩემთვის ერთ-ერთი ის ადამიანია რომ ზუსტად ამას ეხლა რასაც შეეხე რა ჰიმზე დგომა ის ეს რომ აი მაგდროს აი კეცმას იმას რომ უყურებდი ჰიმზე როგორ იდგა ხოლმე და რა ენთუზიაზმი ქონდა ადამიანს აი აი ჯერ მარტო სულ არაფერი ემოცია არ ქონდა და რო შეხედავდი მე რე გექნებოდა რა რომ აი ჰიმნის წინაში აი ნაკრებში როგორი ის უნდა ქონდეს და სულ მაგაზე ქონდა საუბარი რა ეხლა მაინც ახალგაზრდა ფეხბურთელები ვიყავი და რაღაც საოცარ ხო რო აი შენი საქართველოს ნაკრების ჰიმზე როგორ უნდა იდგე და შენს რა ქვია ნაკრებში გუნდში როგორ უნდა გამოიყურებოდე და მაგისთვის რამდენი უნდა გაიღო და აი სულ რო ბილეთი არ აგიღოს სიტყვაზე გუნდმა შენით ფეხით უნდა ჩამოხვიდე ბოლო და აი ბევრჯერ ყოფილა რაღაცე რა ხო რო აი მართლა ყველაზე დიდი სიყვარული და გაგრძნობინებდა ტრენერი რომ ანუ უბრალოდ თამაში არ იყო რა ან უბრალო შეკრება არ იყო, უბრალო ვარჯიში არ იყო, ვარჯიშიდან იწყება თამაშამდე ჯერ უნდა ივარჯიშო, ხო? და ზუსტად აი მაგას გეუბნებოდა რომ აი აქ ანუ ვარჯიშიდან იწყებოდა ჩვენი მომზადება თამაშისთვის კეცბოსთან და ხო რა ეს мотивация და ეს სტიმული კეცბოსთან ეს მოხდვა, აი რამდენი გუნდში ვიყავი. თან ძალიან მაგარი ტრენერები მიყავდა ეხა სულ კაი გუნდებში თამაშობდი რა და სულ ტოპ ტრენერები მიყავდა. მაგრამ აი ესეთ мотивациას კეცბა რო იძლევა თამაშის წინ, აი ეგეთი დაქოქილი და ეგეთი აი აჟიტირებული, ოღონდ კაი აჟიტირებული შოქში და რაღაცა არა, უბრალოდ აი თამაში როგორ გინდა, იცი, აი გადი. ხო, აი თარგამას დამეთანხმება რომ როცა ტრენერისთვის თამაშობ, მწვრთნელისთვის რო თამაშობ, აი საერთოდ სხვა რაღაცა არის. შეიძლება თამაშობდე გუნდისთვის, ოჯახისთვის, ფულისთვის, პრემია ჩაგერიცხება, მაგრამ აი მე ბევრ გუნდში არ მითამაშია ტრენერის გამო, მართლა. აი კეცბასთან და რამოდენიმე იყო, ეხლა რა თქმა უნდა, მაგრამ აი ტრენერისთვის რო თამაშობ, რომ აი
გადიხარ და მწვრთნელმა, იმიტომ რომ მწვრთნელი აგებს თამაშს. 24 ფეხბურთელს ხო არ გაუშვებენ, უშვებენ ძირითადად მწვრთნელს უშვებენ. და იმ მწვრთნელისთვისაც რო გადიხარ უკვე სათამაშოდ, იქ რაღაც, რავი რა, საოცრად სხვანაირად თამაშობ ვაფშე. ანუ აი ვაფშე განსხვავებული თამაში. ხო და აი ხო რა მწვრთნელსაც უნდა შეეძლო ზუსტად ეგ რომ აი გათამაშოს რა. ხო და მართლა ეხა ყველაზე ჩემთვისაც ერთ-ერთი საუკეთესო კეცმა იყო, იმიტომ რომ პირველად კეცმამ გამომიძახა მეც ნაკრებში და ეგრევე მენდო რა, ანუ დობის მომენტი ქონდა ეგრევე, რომ დამინახა რომ სიტყვაზე კაი ფორმაში ვიყავი და მართლა ვიმსახურებდი თამაშს, ის მომენტი არ ქონია რომ ეს დებიუტანტია რაღაცა მერე ვათამაშო, აი ეგრევე მენდო და აი მეც ეგ მომენტი მქონდა რომ აი ზუსტად მეს მომენტი მეც დაგიბრუნებ ზუსტად არ ვიცი ეს მადლობა იქნება თუ რა იქნება, მაგრამ ჩემითაც დაგიბრუნებ რა და აი მომენტი იმენა მაგრა ასწორებს ხო ძალიან მნიშვნელოვანია. მე და შენ მეგრელებმა გაგვაძრეს ფეხბურთში რა, მადლობა მეგრელებს მადლობა. და ეხა ისიც მოყევი რა, ყველაზე რთული პერიოდი, ეხა სულ კარგზე ვყვებოდით, მაგრამ ცოტა რაღაც არეული პერიოდიც. ყველაზე რთული რა იყო, რა რომელი? ყველაზე რთული პერიოდი იდეაში იყო აი ეს ოპერაციების თემაც აღარაც ვახსენე რა, მართლა აი მსგავსი სუდი პერიოდი ჩემს ხოვრებაში არ მახსოვს, იმიტომ რომ წელიწად ნახევარი out of the football იყო ჩემთვის კატასტროფა, მით უმეტეს ყოველდღე რო ბაზაზე მიდიხარ, როგორ ხედავ შენი გუნდელები ვარჯიშობენ და აი შენ გადიხარ ერთი და იგივე პროცესი. ეს ტრამვებს რაც შეეხება, ნუ იყო კიდე ეს რთული პერიოდი, ის ბელგიის თემა შევეხები, რაღაც ძალიან რო ამერია გუნდში, ეგეც ძალიან რთულად გადავიტანე ეგ პერიოდი. უკრაინაში რო თამაშობდი ძირითადად იქ სულ ჩემი ოჯახი იყო, ან ჩემი მეგობრები იყვნენ. იქ ისე მოხვდი რომ რაღაც მარტო გავიჩითე რა. და რაღაცებს ვერ გაუძელი რა, იქ მარტო რო ვიყავი და ნუ ძალიან ავირიე მოკლედ. ჩემი თავის მტერი ვიყავი რა, ესე კარგად რო ვთქვათ, ჩემი თავის მტერი ვიყავი, ყოველთვის მე არავის არასდროს არ ვადანაშაულებდი, არასდროს, არც ეხლა მით უმეტეს ადრე თუ რაღაცები მაინც შემეძლო რომ აი ის რო არა ეს რო არა. ეხლა ყველაფერში დარწმუნებული ვარ, რომ ხო რა რაღაცები სხვანაირად უნდა წამეყვანა. კიდე რავი, რთული პერიოდი, რთული პერიოდი. ჩემო ძმა, უფეხბურთოდ ვარ, უმოტივაციოდ ვარ, ასე რომ ვთქვათ, რაღაც მიზნები მაქვს, მაგრამ ეს ფეხბურთს არ ეხება, ნუ ეს აკადემიის თემას ვიძახი. ამას უეჭველი გავაკეთებ, მაგრამ იმას, აი ფეხბურთში დაბრუნება მინდა რა და რაღაც ბუსტი მინდა, ხო იცი რაღაც. არ მითამაშია 8 თვეა ზუსტად. წელი არ არის. ხო. აი 3 თვე ტრავმა რომ მქონდა, ეს რეაბილიტაცია გავიარე და ეხლა 34 წლის გავხდი ეხლა. ჯანზე ხო ხარ. აი ხო ჩვეულებრივად, აი ჩვეულებრივად. და უეჭველი დავბრუნდები, ანუ აი 100%. არა, ხო ეჭვიცავი. ეხლა რაღაც კაი რაღაცეები ხდება ჩემს გარშემო, მაგასაც ვიტყვი, მაგრამ ცუდიდან ეგრევე კარგზე გადავა. დავაი. კაი რაღაცეები ხდება ჩემს გარშემო, რაღაც, ანუ ადრე ხო იყო რომ ეხლა იმ აგენს დაურეკავდი, ამ აგენს დაურეკავდი ვიღაცას. ეხლა ის საერთოდ არავის არ ურეკავ, საერთოდ არაფერი და აი რაღაც თავისით ანუ 8 თვე არ მითამაშია და ეხლა ამდენმე ერთი 8 აგენტმა დამირეკა, ზოგმა ინდონეზია თქვა, ზოგმა ამერიკა თქვა, ზოგმა ის, ნუ საქართველოშიც რაღაც შემოთავაზებები მაქვს, მაგრამ აი ხა თუ უცხოეთი გამომივიდა, რა თქმა უნდა, უცხოეთში წავა. ტაილანდში. ხო, რა ეხა. სადაც შემილია ისე სირბილში. არა, აბარა. ისე მოვა ისე მოდი ჩვენ და სამყაროში დაგიმართეთ. ვაფშე თქვენ ხო არ მოვიდე, ხო არ მოვიხოთ. ბიჭო, სხვათა შორის შემილია დაველაპარაკო ჩვენ. უარი რომ გითხარ. არა, ეგ ის არის, 8 თვე არ უთამაშია. ფორმაში არ იქნება. ხო, ვერ არის, ეხა რაღაცა ხონძეო რა. მაგინ აი +1 კაცი მოიხოდოს და მოიყვანეთ, ხო? +1 კაცი გააძ. მე გაივსება სტადიონი. ამასთან ერთად რო დაგვინახავთ, ვაფშე გადაივსება იქ. სამყარო ისა. ისენი ხო იცი. პატარა ჩაატარეთ რა. აუ, ეგ იქნება წლის დაბრუნება რა. და ვაფშე ფეხბურთში ხო არ დავბრუნდეთ ერთად აქ რა მე ბიჭო, აი
მეც ეხა სიმართლე რო გითხრა, აიცი როგორი აცრუებული მქონდა ფეხბურთზე 1-10 წელი. აი ვაფშე გაგონება არ მინდოდა, არც თამაში მინდოდა, არც ყურებაც აღარ მინდოდა უკვე რა, ფუტბოლების. ეხა ერთადერთი ნაკრებს უყურებდი ხოლმე სულ. და ეხა ბოლო პერიოდი, აი როგორ მომენატრა, იცი ეხა დავიწყე ეს ამოყარულო ისა რა, თამაში რა და აი ესე გამისწორდა. ხოძე ხარ. ხო რა, ჩემ ჭიას ვახარებ რა. და რაღაც პუნჩი მაგრამ სირბილი ვარ. ეხა რო გითხრა რომ ისევ. საკაიფოდ. და რო გითხრა რომ იმის 70% თუ გარბი ხარ, ასაც გარბოდი. ნახევარ ჩემპიონატზე ტრაფიკი ხარ კიდე. აქ უეჭველი ვითამაშებდი. აქ ყველაზე სწრაფი იქნები ვაისა. აქ ცოტში ვითამაშებდი. ბიჭო, და ყველა ხო გიფიქრია უეჭველი რომ რაღაცა პერიოდი ხო იყო შენ ცხოვრებაში რომ აი მოდი დავანებებ რა თავს რა. კი, როგორ არა. აი ეხლა მქონდა აი მართლა მქონდა ბოლო. ნუ ამობიწურა. აი ხო რა, აი მეთქი აღარ მინდა რა, აღარც ფეხბურთი აღარ მინდა, აღარც ღმერთი მეთქი. ყველა პეტრი არ ვიცი ხო რა მეთქი. აღარ რაღაც დეპრესიები მე დეპრესია მივხვდი რომ ეს დეპრესიაც ისეთი თემა არის რა აი რა თქმა ეს დეპრესია. ეს დეპრესიაც ხო იცი აი თავის შეცოდების თემა არის მართლა რა რაღაც მე ჩენზე რომ მოირგებ ამ დეპრესიას ეგრე არის რომ ხალხმა შეეკიცოდა ნუ რა кайიყავი და ხო რა დემართა რაღაცები ხო იცი. კაროჩე რა და მე კაროჩე ანუ ერთადერთი იმას მივხვდით არ გამ რომ მე ჩენს ჟორაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენ საყვარელი საქმე უნდა ვაკეთოთ რა და რაც გვეხერხება ცხოვრებაში ის უნდა ვაკეთოთ და ზუსტად რაც მეხერხება და სანამ ეს ჯანი მაქვს ეს გული მიმიწევს მინდა რომ ეს დაუბრუნდე და მით უმეტეს აი თარგამ აი შენს მომბას ვიცავარ აი გარეთ ხო დავდივარ ან აი რამდენი წელი არ მითამაშია ნაკრებში და იმაში აი რა ხდება ეს ჩემ ინსტაგრამზე ყოველი ნაკრებ თამაშის მერე აი ყოველ დღე 10 კაცმა რო არ მომწეროს აი ყოველ დღე გეუბნები რავი აი ყოველ რამდენი თვე არ მითამაში ყოველ დღე 10-15 კაცი წერს დაბრუნდი გარე დავდივარ აი ითამაშე რა ოქრი 20 კაცი მიჭერი მომაძახებს მე ერთი ბოლო გაფართხალებ ჩვენ მაინც გაგვახარე ის ხო რა და თან ანუ ეს ძალიან мотивაციას მაძლევს მით უმეტეს ამ ბოლო დროს რა თავიდან აუ მეთქი დაითამაშეთ რა თქვენ ხო რა და ეხლა პირიქით იმე მოტრიალდები მე ვეხუტები ხოლმე ფოტო გინდათ ესე მეუნები ხოლმე ფოტო არ გინდათ მე ვარ ოდი ზმაოში დაგვიანო სტადიონზე გისრეს იმათმა არა ეხა დაცვა ხო იცი ფეხბურთელი კი ხარ ძმაო მაგრამ ესე მეუნება რა ავაი გაფრთხილებული რომ მეთქი ძმაო ერთი წამიჭე აბა შევიდიხავი მეთქი ამ სტადიონზე დავარბოდი მეთქი გაიწიე გვერდზე ძმაო ესე გავწიე შემოვედ არა უეჭველი თუ გაქვს ლანდის ხოდი მიდი ერთი ბოლო გაფართხალება გავუშვი და ეგრევე ჩათვალე იმენა აი შენზე სერიალს გადაიღებს რა ერთ-ერთი მაგარი ყო Netflix-ი რა აი შენ ხა აი უცბად კამბექი დაადრიალო რომელიც აი თავის ნაკრების დრო დაუბრუნდე და თემი აი ჩათვალე რომ აი Twitch-ი სერიალი იჩიტება აი იმენა Netflix-ი თავის თავზე აიღებს რა ბაზარია თავისი მაგარი რეჟისორი და უპასოდ მომწეს ერთი $3 რო ვიხდი ყოველთვის თანამედროვე ფეხბურთში აი რამდენად მიხვდი იმას რომ ფიტნესი ძალიან საჭირო რაღაცაა რა ძალიან საჭირო რაღაცა არის რა თქმა უნდა იყურე ფიტნესი არის ფიტნესი და ფეხბურთი ჩემი აზრით დროს ესე არ იყო ძალიან მოხდილი ეგ ამბავი არა ჩვენ დროს ვაფშე არ იყო ვაფშე ფიტნესი არ ვიცი საქართველოში ვაფშე არ იყო ძმაო საქართველოში მე საქართველოდან ისე გავფრენდი წარმოიდგინე აი საქართველოში 18 წლის ვიყავი შახტაში რომ გავიყიდე ნამყოფი არ ვიყავი ჯიმში ანუ აი შერატონი და იმათ ჯიმებში პროსტა რა ის აი ხოიცი მოდი განახოთ აი ეს რა არის ხო რა და უკრაინაში რო ჩავედი იქაც დიდათ არ იყო მოხდილი გახსოვს აი კვირაში ერთხელ იყო რაღაცა მთელი გუნდი რო შევდიოდით ტრენერი რო გაიხედებოდა ეგრევე 3-ს ვაკეთებდი არა და 10 ტრენერი შემოხედავდა 10 გავაკეთებდი ხოლმე რა ანუ იმდენ გიზარებოდა და რაღაც ანუ არ ვიცოდი რომ საჭირო იყო მიხდი ანუ იქაც არ რას მეუბნებოდა იცი დაგვაჯდები
დამძიმდები, ვეღარ ირბენ. ანუ როგორ გავიზარდი, წყალს არ მალევინებდნენ, ძმა 2 საათ ნახევარი ვარჯიშზე, იმაზე ხელოვნური ვარჯიშობდა, გულისთვის, მატორისთვის უდი არის ესე მეუბნება. დაასტუკებს. ამას ხარადრო. ხო, იყო ეგ ამბავი, წყალი არ შეიძლებოდა ვარჯიშის დროს. ხო, გული გაგიჩერდება და რაღაცში. ხო და ეხლა და თარგამა რაც დაამისვა კითხო, ფიტნესი და ფეხბურთი ჩემი აზრით ანუ აი ერთ იმაზე უნდა ერთ ლეველზე უნდა იდგეს რა როგორც იქ ვარჯიშობ რასაც მოედანზე უთმობ ვარჯიშის დროს იგივე დრო უნდა დაუთმო რაღაც კვირაში ახლა 3 დღე 4 დღე ყოველ დღე რო ვივარჯიშო 100%-იანი ტრავმას მიიღებ მაგრამ კვირაში 3-2 ვარჯიში აუცილებელი არის რა აი აუცილებელია თვეში 1-2 ვარჯიში იყო და ეხა იმენა აი დიდ გუნდებს რო აიღო ყველას თავის დარბაზი აქვს და აი დაჟე როგორი ის არის უეჭველი უნდა ივარჯიშო რა დაყვება ტრენერი დაყვებოდა კრასნოდარში იყო თავიდან ნება ყოფილ და კამერები ეყენა რა იმაში და ფიქსირდებოდა რამდენი ფეხბურთელი შედიოდა შედიოდა 7-6 და მე ნუ ტრენერმა ხო გაგიჯდითო და ასე შემდეგ და ყოველი ვარჯიშის წინ 1 საათი ყოველი ვარჯიშის მერე 1 საათი იქ გაწევლები რა თქმა უნდა 1 საათი არ ვაკეთებდი მაგრამ აი ეს შენ წონაზე მუშაობა იყო ძირითადად ეხა ფეხბურთელი არ მუშაობს რაღაც სასწავლო წონებზე ჩემპიონატის დროს მაგრამ სბორებზე და იმებზე რა თქმა უნდა წონები არის რა თქვენ ყავთ სპორტსმენები ფეხბურთელები ბიჭო კი და სხვათა შორის აი ეხა მაგიტომ გითხარი რა ესეც რა რომ რაღაცა ამ ახალგაზრდა თაობამდეც მივიდა რა ეგ რომ უეჭველი საჭიროა რა ფიტნესი აი უეჭველი აი ხა რონალდოს რო შეხედავ აი პროსტა ტიპის იმას რო გადახედავ ტიპი დღეში რა ქვია 24 საათი და 3 საათი დარბაზშია რაღაცებს ჩალიჩობს რა სულ ვარჯიშობს უკაჩაობს სულ რაღაცა შვება და მაგანაც ესე ვთქვათ ეს დანერგა რა რომ დებილი არ ვარ რა ამას რო ვაკეთებ ეხლა 40 წლისაა ტიპი მაინც თამაშობს და მაინც მაგარ ხოძეა რა მე ხა მამაშვილმა ერთად უნდა ითამაშო გაზე ხარ ხო და დანესთან მინდა რა ეხლა რა მიდი всё თამაშის გასვლის წინ რამე პატარა რიტუალი გაქვს თუ არა აი ერთადერთი რიტუალი მქონდა ლოგინის ალაგება ლოგინთან მუხლის შოკებზე ლოცვა და ყავა. აი მეტი არა. ყავა უეჭო. ლოცვის მერე ყავა. ლოცვამდე 4 ლოცვის ესპრესო. ხო, 2 ესპრესო 8-9. მაო 8-9 მინიმუმ სვავდი თამაშის დღეს რა. მეტი ისეთი რაღა დაგაძინებდი. ვაკეთობ მე. მე ას ვიზინებდი. ვიცოდი რომ არ ვიზინებდი ისე და თამაშის მერე. თამაშის მერე ყოფილა აღდგენა თურმე თამაშის მერე უნდა აღიდგინა ეგეც არ ვიცოდით არ გამაბარ ავიცოდით თამაშის მერე მეგონა რომ კარგად თუ გაერთობოდი ეგ იყო აღდგენა ხო დამსახურებული აღდგენა აი ეხა მოგვიგებთ რომ ანუ თუ თამაშს ავაგებდით არასდროს აი ერთხელაც შემილია თქვა რომ არასდროს არ დამერღვევი თუ თამაშს მოვიგებდით ჩემთვის ვაჯილდოვებდით ხოლმე რა აი დაიმსახურე ხო რა აი დაიმსახურე რა თალკო რა და თუ თამაში წაგებული იყო, რა მე არ მახსოვს წაგებული თამაშის მერე მე ამ გავული ყავიან მეგულავან, აი არ არსებობდა, გულავობდი ჩვეულებრივად. არა და არაფერი საგულავებელი არ ქონდა. რიტუალი კი ძალიან ბევრ ფეხბურთელს აქვს რიტუალი, სხვადასხვა რიტუალები, აი ქეძბაზე ვთქვათ, მოდი, აი ქეძბა თამაშის წინ ბალახი რო არ შეჭამოს არ შეიძლება. ბალახი. ხო. ესეც კაპ უნდა მოწყვიტოს. და დაღეჭოს და გადაყალაპოს. აუ ეს არ მინახავს. რადიატორი რო გადის. ეგრე არის ქეძბა რა და ქეძბასაც ახლა მოგებული თამაშს მე ანუ თლიანი კვირა ერთი და იგივე ცრურწმენებითა ქეძბაც ახლა რაღაცეებია ხო? ეს რიტუალები ფეხბურთელებს ბალახი რო გეჭიდება პატარა კუკა გაკეთებო. რაუ ერთი ჩვენი გუნდელი იყო რამდენიც კი ხო იცი რომ იხდი რა გასახდელი საათმე ჩამოკიდე ფორმები მან ძმაო რავი ერთი სარკმეველი აკლდა ხო ერთი ეს ამას არ აკეთებდა ოთაჟდორ აი ხატები აი ძმაო მეთქი მოვიგეჩი
შენ ბაო ეხა ვიღა უნდა მოგვიგოს ბაო წაგებულზე ბრაზდებოდა ხო არ მოყოლდა აი იმდენ ლოცვას და იმდენ იმას იძახდა რომ ხანდახან აი ნერვებს მიშლიდა ხოლმე რა მეთქი იმათაც ხო ყავთ სმაოხმე ერთი წყავთ იმათ ისინი მორწმუნეები არიან დაუტოვე ცოტა მეთქი ცოტა დატოვე მარტო კი არა არ გაგაცედა ძალიან ბევრ ჯვარს რო იღებს აუ აი ეგი არა ხო იქ ფათაშორის მეწყოლია ეგრე რა თარგამა ნუ 3-4 ხატით შემოიფარგლებოდა სუ არ მახსოვს თარგამა მეტანი იქვე არა მეტანი საკმეულია просто აი რაღაცა პატარა 3-4 წელი მქონდა რა სუდან მქონდა რა ზღორები გასახდელი ისეს სუატარებდი ხო? კი, თარგამა შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში რაღაც ის დილის ლოცვები და ერთხელ არ ქონა ჩაგდებული. აი, ამან წავიყო მეც მონასტერში ფათაშორის. კი, აი ბიჭი. დადებითი მხარე. ნათელი მხარეა. მე ერთი რაღაცა პატარა ხანდახან ისიც. ბიჭო, ოქრი რასაც ყოდი საკუთარ თავს, აი როცა კარიერას იწყებდი ვარ. ართული კითხვები გაქვს. ხო, ნუ აი ეგრეა. ართული, აფეგურთელი არ იყავ. მე არ იყავს. ხო, რაღაცა. აი ეხლა დი გამოსახედიდან რა. არ მიფიქრია, იმდენად მრგუნავს გავსი რაღაცეები, შენ თავს ვიცავ. ხო, შეგინო ვაფშე, თქვი რომ არაფერს არ ვეტყოდი. ნო, არაფერს არ ვეტყოდი, იზავ, არაფერს არ ვეტყოდი. მიდი, კარგად მიდიხარ, ხო არ ვეტყოდი შიში. არ ვიცი რა. ხო, თან ეხლა ბავშვები ყავს, რომელსაც იწყებენ კარიერას. ბევრ სწორ რაღაცას ვეტყოდი რა ეს ერთი რაღაცით მე ვერ მოვისმენდი თან ის მე ერთი რაღაც ჭკუა დამარიგე თან ჭკუის დარიგებაც ისეთი თემა არის ჩემს მე რამდენსაც ჭკუას მარიგებდნენ იქ არ მესმოდა რა ანუ აი ჭკუა და ეხა მეც ეგრე ვარ ჩემ ბავშვებთან არასდროს ჭკუას არ ვარიგებ ანუ აი ვცდილობ რომ აი რაღაცა ვანახო, აი ესე ჯობია, ისე ჯობია, შენ ესე გააკეთე, აი მართლა გეუნები, აი 10-13 წლის და 4 წლის ყავს, ვცდილობ რომ ეგეთი რაღაცები არ ვთქვა, იმიტომ რომ მე რასაც მეუნებოდი რომ ესე არ გააკეთო, აი მაგას ვაკეთებდი რა. ანუ ეს არ გააკეთა, ცუდია. საპირისპიროდ. აი ცუდია, უნდა გავაკეთო. ეს გააკეთე, კარგია, ანუ რაღაც ხო, ცუდი მინდა, ცუდი. ხო, ცუდი მინდა რა, იმიტომ რომ აი რაღაც აკრძალვის თემა რო იყო ყოველთვის. რაღაც ზოგადად მოქმედებს. ყველა ადამიანი ეგრე არის, მარტო მე არა ვარ ეგრე. არა, მარტო შენ. ყველა რატო გავუშენ ყველა რო გეთახმება რა არა შენ ხარ ძრო მარტო ჩვენ ისე აკარგები კომენტარები გააძა მარტო შენ ოქრი შენ მოდი უთხარი არა ძმო ოქრი მართლა შენ ხო რა და ჩემ თავს რავი რას ვიტყოდი აუ ზართული კითხვა შენ რას ეტყოდი შენ თავს აუ რავი გავაკეთავდი და ვეტყოდი რომ ეტყოდი რომ აი ოქრია მარტო ცუდი აგზბრალია აი ზოგი აი რას ვეტყოდი იცი აი რავი რა აი ამ ტვინით იმ ჩემ პატარა ტიპს ვეტყოდი რომ ხო ვეტყოდი რომ იუსგარ არჩი ყველაფერი ხო იუსგარ მეთქი მოდი რა ერთხელ ცხოვრობ და თუ გინდა რომ ეს რაღაცა აირჩიო ბოლომდე მიაწექი რა თუ არ გინდა დავაი გაიშვი და სხვა რაღაცას მიხედე თქო აი პროსტა ერთ კონკრეტულს ვეტყოდი იმიტომ რომ ვიცი რომ რაღაცას მაინც აურები მაგრამ გაიშვი და იცეკვეთ ხო რა ერთი არ მეორე რა ბიჭო აუ გადაობა მოდი აი ბობა მოდი აი ოცეკვათ ვიდე გასაული იქა და ქეს ბოვარ და ახალ წელს ერთად ხვდებით ახალ წელს ვარ და ცეკვავე ვარსკვლავები გავაძრეთ კიპზე და ვიცი რომ ფინალში ხარ რა ხო და ეგრევე გავაძრე ყველა რუსთავი ორი გავაძრე იქ თუ იმედი მომხოდე კიპრზე ტელევიზორი დიდი და კეთება მარიცი ვაფშე და ზასტავი ვარ შეკრებილი და ფინალში და უცბად გამოდიხარ
ეს არ გაგიჟდა კაჭარავა კიდე კაჭოს მამა იყო ჩვენთან იყო აუ ორივე გადაირია მაქსაკების მერე წავედი კაჭოსთან ჩეაიკა იცე მაგრა იცე ერთად ვიყავით ეგრევე დაგინეკა კუჭი ერთი კაი მოცეკვავე მინდა ესეთი ვერ დადიანო შეიძლება ატარა რაღაცა ირბინო და მაგის მერე მაწავე რო დაგინა ხა როგორ ხო იცი სპაიდერი კი რო აუ ყდა სიცილია სასწაული აი დაჟე დავინახე ეხა კეცმას აი სახე და მე რო ის მირეკავს იცი აი ვინც საწყობს რა ქვია ნოე და ბიჭო მეთქი ინტერვიუზე მირეკავს ხო რა იქ შევხვდით შერატონ რაღაც შერატონში არა არ რუსთაველზე რო არის მოკლედ რაღაც ასტომროში ვემზადები სიბნელეში მე დამაჟინეთ მე გამოპრანჭული ხო და გამოპრანჭული რაღაცა მეთქი ჰალსტუხი და რაღაცეები და მივედი და ბიჭო ესე მეუბნებათ ჯუის რა გადაცემა რო ქონდა იქ მაისე რა ქვია კუნძულზე ხო წახვალო ეგ მეც მითხრა შეკითხა რა კუნძულზე ბიჭო რაღაცა გადაცემა ქონდა კუნძული სადღაცა პროსტა მიდიოდი და შეიძლება მუმიახეჭა ფეხბურთელი მინდაო რაღაც კალაბურთელიო რა ეს სასტავს კრიბაო და თან ფეხბურთს თამაშობდი რა მაშინ დინამოში ვიყავი არც იცოდი ხო და არა მეთქი ძმაო მეთქი რა კუნძულზე წაპარა მარ შეიძლება არა რა კუნძულზე მეთქი კუნძულში ჩამოვედი კუნძულიდან აღა 3 წელი ვიცხოვრე კუნძულზე მე გუშინ დაუბრუნდი მეთქი ნუ მოკლედ ვილაპარაკეთ ახევარი საათი იქეთ არა გამოდივართ გარეთ რა თარგამ ხო და უკვე დავამშვიდე მომიტრიალდა და ბიჭო 1-2 წელში ცეკვა ბიჭო ბავშვები მყავს რა 3-დან 6 წლამდე და მიდის რა პატარა ცეკვები რა მართლა ელა დარგავას სპონსორები რა გაკეთე არა შენთოს ვიცო წაგიყვან მე ბავშვს მოვიყვაჭი დაი ეხა ორივესთან მოაეკითხა რა რას ურჩევდით ახალგაზრდებს რომლებიც უკვე აპირებენ პროფესიონალურ დონეზე ფეხბურთის თამაშს კონკრეტულად რა შენი აზრით მაინტერესებს და თოკო შენც გამოუშვი დავაი პირველ რიგში აი ზუსტად თარგამამ რაც თქვა თუ ამ საქმით ხარ დაკავებული და გადაწყვიტე რაო ფეხბურთელობა გინდა აი 100%-ით უნდა დაუთმო ამ საქმეს დრო თავი და ყველაფერი გვერდზე უნდა გადადო იმიტომ რომ სპორტი არის ხანმოკლე არის ეს სპორტი სულ მეგონა რომ ერთ დონეზე ვიქნებოდი მაგრამ ეგრე არ არის მით უმეტესი ის რომ შეუცვლელი არავინ არ არის მაგარზე მაგარი ყოველთვის არის არასდროს არ იფიქრონ რომ აი მე დღეს მაგარი ვარ და ხვალაც მაგარი ვიქნები იმიტომ რომ დღეს მე შემიძლია რაღაც დავაკლო ამას და მაინც მაგარი ვიქნები არა ჩემი გამოცდილებიდან ვიძახი იმ ხელა გამოცდილება მაქვს ამაში რავი ალბათ ძალიან ცოტა ფეხბურთელს აქვს აქვს გამოცდილება იშრომონ შეიყვარონ საკუთარი თავი პირველ რიგში და დაინახონ მომავალში თავისი მომავალი ფეხბურთში რაც ყველაზე მთავარი არის ძალიან ბევრი იმედგაცრუებები იქნება სპორტში იმიტომ რომ ყველაზე ბინძური სპორტი არის ფეხბურთი იქ კონკურენცია იქ შური და მინდა რომ აი ბავშვობიდან მე მიეჩვიოთ ამას მე ჩემ ბავშვებს მაგას ვასწავლი რომ აი ეს მეგობრობა და ძმაკაცობა კი არის მაგრამ ამას სხვა რაღაცები უფრო გადაწონის რა იმიტომ რომ იქაც შენ თამაშობ რა როცა შენ ანუ მარტო ხარ ჩათვალე მარტო ხარ რა ბევრი იშრომეთ კარგად იყვებით კარგად დაიძინეთ და მშობლებს დაუჯერეთ რაც ყველაზე მთავარი არის აი ზუსტად იგივეს ვიტყოდი აღარ გავაგრძელებ ზეგნოც რა მოკლედ კონკრეტულად ახსნა კარგად აი მოდი ვიცვათ ბლიც კითხვები მოკრი მარჯვენა თუ მარცხენა ფეხი მარჯვენა ხა მარცხენა უნდა კეთო გოლი თუ ასისტი
ასისტი. აი, ყველაზე რთული მცველი ვის წინააღმდეგაც გითამაში. მოიცადე? რამოსი. აუ, ისე ვიფიქრე რამოსი. ხო, რა. ყველაზე ძლიერი გუნდი, რომლის წინააღმდეგაც გითამაში. ესპანეთი. საფრანგეთი. შენი კარიერის საუკეთესო გოლი. ბელარუსი თუ ზენიტი თან თქვა. არა, ბელარუსი. ვიჩველი, აბა რა. ბელარუსი. ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი. საფრანგეთი. ხო იყავი მაგას ერთად არ ვიყავ. კი. სტადიონი სადაც ყველაზე მეტად გიყვარს თამაში. დინამო არენა. ყველაზე ემოციური მომენტი კარიერაში. მაკედონიასთან რო წავაგეთ. ვარჯიში თუ თამაში. ხო იცი შენც ვარჯიში და თამაში რო ერთი იყო. ხო, ბაზარი არა. გამარჯვება ბოლო წუთზე თუ დიდი ანგარიშით მოგება. გამარჯვება ბოლო წუთზე, რა თქმა უნდა. ახლა რომ კარიერას თავიდან იწყებდე, რას შეცვლიდი? რას შევცვლიდი და ვეღარ შევცვლებ. მოდი აქედან დავიწყებ. თუ ეხა კარიერას რო ვიწყებდე, რას შევცვლები? რავი, უკრაინაში არ წავიდოდი. და წავიდოდი ევროპაში, ხო რა, დაფასე. ხო, მართალი ხარ. აი, ოქრი, მადლობა, ძმაო. მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის ოქრო ხარ. ეს იყო კიდე ერთი ჩვენი ოქტო ეპიზოდი. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურებთ და ერთი თხოვნა გვაქვს რომ არ გამოგრჩეთ ზარის ღილაკის გააქტიურება YouTube-ზე და Spotify-ზე გვიყურეთ და ჩვენთვის კიდე ძალიან მნიშვნელოვანია დაგვიწერეთ ხოლმე კომენტარებში ვინ ყვავდეს შემდეგი სტუმარი. დიდი მადლობა დროებით. ახონდეს.